ჩემი მესიჯი ასეთი იქნება. იური ტაბატაძის სრული პრესკონფერენცია მატჩის წინა დღეს. 15 ნოემბერს 21:00 საათზე საქართველოს ნაკრები ბორის პაიჩაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონს ესპანეთს უმასპინძლებს. მატჩის წინა დღეს გუნდების მთავარმომწვრთნელებმა პრესკონფერენციები გამართეს. ვილი სანიოლთან ერთად ჟურნალისტებთან ჩვენი გუნდიდან იური ტაბატაძე წარდგა. გთავაზობთ მის კომენტარს. მადლობა პირველ რიგში გამოძახებისთვის. ნაკრებში იდეალური განწყობა დამხვდა, რადგან ბიჭები, რომლებიც აქ არიან, თითქმის ყველას ვიცნობ და კარგად მიმიღეს. უფროსებისგან ასაკში სხვაობა საერთოდ არ იგრძნობა. გასული წელი ჩემთვის ძალიან კარგი გამოვიდა. სეზონი ეროვნულ ლიგაში დავიწყე და სანამ წავიდოდი ბომბარდირიც ვიყავი, შემდეგ კადიშიც ყველაფერი იდეალურად დაიწყო და ახლა ოცნებაც ახდა, ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. როცა საქართველოდან პირველად წავედი, იჯარით, იქ საქმე კარგად არ წავიდა და ხალხმა იფიქრა, რომ ევროპის დონე არ ვიყავი, მაგრამ ჩემი შეცდომები გავაანალიზე და დავამტკიცე თუ რა შემიძლია. ბიჭებმა ვისაუბრეთ, რომ ხალხს ეს სიყვარული უნდა დაუფასოთ და ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვიზამთ. ჩემი მესიჯი ასეთი იქნება, რომ ერთმანეთის სიყვარულითა და გვერდში დგომით ყველაფერი შესაძლებელია და ამ ქვეყანას კიდევ ბევრი სიხარული ელის.